ევროპული საბჭოდან გამოაბუნძულეს ფაქტობრივად რუსული პარტია, ივანიშვილის პარტია და კობახიძე ამბობს, რომ მეგო ევროსაბჭო არაფერი არ არისო. მეგო რაღაცა ანსამბლეა, არაფერი ფუნქციაა საერთოდ. ტყილა არიანო, ტყილა იკრიბებიან ხოლმეო. და ამასობაში აი ევროპარლამენტზეც იგივეს ამბობს, იქ ხომ იღებენ რეზოლუციებს ანტირუსულს, ანტი-ივანიშვილის რეჟიმისას. ნუ ეგენიც ევროპარლამენტიც ახლა ევროსაბჭო იქ ანსამბლეაო ესო, ევროპარლამენტი არაფერი ტყილა იკრიბებიანო, ეგ უფუნქციო ორგანოაო და რაღაცა შეუმდგარი ხალხი იკრიბება ხოლმეო და ეგ არაფერი არ არისო და აი ამ ამერიკელების სანქციებზე ამბობს, რომ ახლა იქ ვიღაცა სენატორები რაღაცეებს დაწერენო, კაცო, იქ სენატორები შეუმდგარი ხალხიაო, საერთოდ წარუმატებელი ხალხიაო და მაგათო აბა ამერიკაში ვირას ეკითხებაო. რაც შეეხება ამერიკელ კონგრესმენებიც რომ ამბობენო ცუცო ივანიშვილზეო, ეგენიცო ახლა $1000 იგებენო, მაგაში ეგ დიდი არაფერი ყურადღება არ მიაქციოთო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ანუ ამერიკა როლა საუბრობს იმაზე, რომ სანქციები, ნუ ეხა ეგენი შეცდომაში არიანო, შეყვანილებიო და თვითონაც არიციანო, რაზე ლაპარაკობენო, ანუ არიციანო, თორე განარაო, ნუ ეგენიცო ეხა deep state მართავსო მაგათო და ირაკლი აი გერმანიაც რომ ანუ გასანქცირებთ, ანუ მანდ რა ხდება. მანდო ისო რა ქვია, ეგო იქო კანცლერია ერთიო და მაგასო გერმანიაშიც პრობლემები აქვს და მალე დამთავრდება ეგო იქო თვითონ გერმანიაშიო. აი საფრანგეთიო, საფრანგეთთან დაკავშირებით რას სიტყვის მაგალითად ირაკლი თქვენი აზრით. საფრანგეთთან დაკავშირებით ამბობს, რომ მაგასო მასონები მართავენო და deep state-ის გავლენის ქვეშაო და აი ამიტომ ხო, საფრანგეთიც ამიტომ. ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ეგენი ხა აყვნენო ამათო, ამ დიდებს აყვნენო, თორე განა რამეო პრობლემაო იქ რაღაცა სანქციებს რო გვადებენო, ჩვენო რაში გვეხებაო ეგო კაცო, ეგო არაფერი, მაინც არ დავდივართო იმ ესტონეთში, ლიეტუვაშიო, იმ ლატვიაში, ეგო პოლონეთში, ბოლოს ოდის ვიყავითო, აბაო, ნუ რა გვინდაო ჩვენო. მანდო დიდი ბრიტანეთიო, ნუ დიდი ბრიტანეთიო ხა მაგათი სანქციები რაო ქაღალდზეო წერენო და იყვნენო. არაფერიო ეგენიც რაღაცნაირადო ამ დიდ მეებში deep state-ში არიანო ჩართულიო. მოკლედ ანუ ამ კრეტინს თუ დაუჯერებთ, ხო, ესე იგი არავინ არაფერი არ არის, ყველა არის წარუმატებელი, შეუმდგარი, ესე იგი სახელმწიფოები, პოლიტიკოსები, არავინ არ არის, ნუ ერთადერთი ესე იგი ინტელექტუალური რესურსის რაც იყრის თავს არის ზარქოა, სოზარ-სუბარი, დაჩიბერაია, კალაძე, ნუ აი ეს ტვინის, ესე ვთქვათ, ჭიდილი მხოლოდ აქ მიდის და ესე იგი მთელ მსოფლიოს მასონები მართავენ, როგორც უნდათ იქ არ ვიცი, ომებს იწყებენ, ამთავრებენ, რეჟიმებს ასრულებენ და ნუ აი ზარქოას ვერ უხერხებენ ვერაფერს. აი ზარქოა და სოზარ-სუბარი თურმე არის აი მთელი მსოფლიო მასონების მთავარი პრობლემა და ნუ აი ამ კრეტინიზმს ფაქტობრივად ცდილობს რომ თავის ამორჩეველს შეასახოს და ვისაც ახლა ამ სისულელეების გჯერათ რომ ევროსაბჭო არაფერი არ არის და უბრალოდ დაწესებულებაა და ევროპარლამენტი უფუნქციოა და სენატორები არავინ არ არიან და კონგრესმენები იღებენ რაღაცა $1000 სოციალ-ქსელში რომ პოსტი დაწერონ თურმე ტვიტერზე და იქ გერმანელები ესე იგი იქ შოლს პრობლემა აქვს და მაგასაც ნახე რა მოუვა და იქით საფრანგეთის ხელთან ვისაც ამ სიგიჟეების გჯერათ, ხო, წარმოგიდგენიათ, ხო, რამხელა პრობლემა გაქვთ. და პრობლემა რომ გაქვთ, ვისაც აქვს, ვისაც ესეთ სიგიჟეები ჯერა, აი ამას ესაუბრება, აი ამ ხალხს ესაუბრება კობახიძე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ესეთი ადამიანი, მაქსიმუმ მათი გარემოცვა, ალბათ ეხა დაჩიბერაიას ჯერა, რომ აბა, კი, ნამდვილად ესეა. ირაკლი.